დაბანასაკიდან მოსახლეობა უკვე ათეული წელია, მათთვის ყველაზე აქტუალური წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგებას იხობს. აქაურების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადგევარი წყალგაყვანილობის სისტემაა. აღნიშნული პრობლემა ნასაკირალს უკვე წლებია უდგას. უამრავი დაპირების მიუხედავად სიტუაცია აქ ჯერ კიდევ ვერ გამოსწორდა. პირველ რიგში მოსაწესრიგებელი არის წყალი. იმიტომ რომ სამ დღეში კვირაში ერთხელ მოდის ხოლმე წყალი. ძალიან დიდი ხნის პრობლემა, ძალიან დიდი ხნის. შეცვალეს ვითო პლასმასები გაუშვეს, მაგრამ არანაირი შედეგი არ აქვს. იმიტომ რომ წნევა რო აწვება წყალს, იმ შემთხვევაში მსკდება ეს. ერთჯერადი შლანგი არის. 22 წელიწადია, 50 ოჯახია, კრანი ასე არ მოშვებულა. და რამდენია თანხა გახარჯული, ის გვაცნობ. აქაურები საუბრობენ გზების პრობლემებზეც. სავალი ნაწილი აქ სრულიად ამორტიზირებულია. შიდა გზები არის აცენტრალურ ტრასით. ელემენტარული ადამიანს სკორის გამოძახება, სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება რო დაჭირდეს. მე არ ვიცი როდის მოვა და რანაირად მოვა. აგვიანდება, იმიტომ რომ გზა არის მოუწესრიგებელი. გასაგებელია ამიდან მოაყარეს და ნაცარი აგედგიдай. და იამგებია ვეხედავ გავს. ამა ასფალტი უნდა და პრობლემები ჩამოთვლილის გარდაც საკმაოდ ბევრია, რომლის მოგვარებასაც ნასაკირალელები ითხოვენ. წყალი და დენი რომ იქნება გზა, წყალი და დენი რომ იქნება სოფელს, ის სოფელი სინათლე. ანუ არ არის? შუქი ხანდახან ირთვება. დღესაც გამეერთო, შეერთობენ 1 საათის მერე. სკოლა თუ კი მოწესრიგდება და შიდა რემონტი ჩატარდება აუცილებელია. იმიტომ რომ ძალიან ავარიულ მდგომარეობაში არის ჩვენი სკოლა. ეს არის მე რო დავამთავრე. იქედან მოყოლებული გაურემონტებელია ეს სკოლა. ცოტა ხნის წინ ნასაკირალში რწმუნებული საკითხთან დაკავშირებულ გაუგებრობასა და ზოგადად რწმუნებულზე ადგილობრივებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. ვინც ნიჭიერი იქნება, წიგნოვარი იქნება, ვინც იცის სოფლის მეურნეობა და ახლა 17-18 წლის ბიჭებიც არიან, რომ სურვილი აქვთ, რომ მიყონ გამგებლები ან წმუნებულები, მაგრამ რა ვიცი. სოფელი ვისაც ერჩევს უმრავლესობა. არა ვიღაცამ დანიშნოს და გამოუშვას ის. შიდა არჩევით თუ ჩატარდება უკეთესია. რწმუნებული უნდა იყოს ღვთისმიერი. ღვთისმოშიში. გარდა როცა ადამიანი ღვთის რწმენით არის დაკავებული და ღვთისმოშიშია, იქ ყველაფერს გააკეთებს და თვითონ არაფერს არ მიითვისებს, სოფელს დაახარჯებს. აღნიშნულ ინიციატივაზე რწმუნებულის არჩევითობასთან დაკავშირებით ბოლო დროს შესაბამის ორგანოებში სულ უფრო ბევრს საუბრობენ. საკითხის დადებითად გადაწყვეტა ალბათ ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება.